გამარჯობა BMG TV-ზე წერტილის დროა მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. ქართული გასტრონომიაა წერტილის ფოკუსში, ანუ რა სჭირდება საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის სწრაფ განვითარებას ბარსა თუ მთაში. ჩვენს კითხვებს საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე გურამ ბაღდოშვილი უპასუხებს და შემდეგი ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრებთ საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის კონკურენტულ უპირატესობებსა და გამოწვევებზე. ასევე როგორ წარმოუდგენია ბიზნეს სუსტი წერტილების გაქრობა და სათხედავენ ამ პროცესში სახელმწიფოს როლს და ჩართულობას. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2024 წლის საკომუნიკაციო სტრატეგიაში, სადაც 4 ძირითადი მიმართულებაა გამოყოფილი, როგორ ვაპირებთ პოზიციონირებას და მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას ქვეყანაში, რეიტინგის თავშია ღვინო და გასტრონომია. სამწუხაროდ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ისევე როგორც სხვა სიპებს აკრძალული აქვთ BMG-ის კითხვებს უპასუხონ, ამიტომ არ ვფლობთ მეტ ინფორმაციას, რა ღონისძიებები აქვთ ტურიზმის გუნდში დაგეგმილი ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციისთვის მიმდინარე წლის განმავლობაში. თუმცა ქართული სამზარეულო რომ ტურისტებს განსაკუთრებით უცხოელებს ყველაზე მეტად იზიდავთ ჩვენს ქვეყანაში, ამაზე ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებსა და აქტივობებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ანალიზიც მეტყველებს, სადაც ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო რეიტინგის თავშია. აღსანიშნავია ისიც, რომ კმაყოფილების დონის მიხედვით ტურისტული პროდუქტების რეიტინგშიც ქართულ სამზარეულოს დადებითად ყველაზე მეტი ტურისტი ახასიათებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ქართული სამზარეულო და გასტრონომია უნაკლოა და გამოწვევები არ გვაქვს. სარესტორნო ბიზნესი ხშირად ხდება კრიტიკის საგანი სხვადასხვა მიზეზით, იქნება ეს მომსახურების ხარისხი თუ ფასები თუ ფასებთან შეუსაბამო სერვისი და ასე შემდეგ. სხვადასხვა რადგან ფასები ვახსენეთ, წინა კვირაში სოციალური ქსელი ფაქტობრივად წალეკა ერთი მოქალაქის მიერ გუდაურში კვების ობიექტებში არსებულ მაღალ ფასებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულმა კრიტიკულმა პოსტმა. რატომ ღირს გუდაურში ხაჭაპური 45 ლარი? ეს იყო მთავარი კითხვა, რაზეც განმარტება სარესტორნო ბიზნესის არაერთმა წარმომადგენელმა გააკეთა წინა კვირის განმავლობაში. რესტორატორები ცდილობდნენ აეხსნათ, რომ მთაში ხაჭაპურის გამოცხობა უფრო ძვირი ღირს, რადგან ყველი, ფქვილი თუ სხვა საჭირო ინგრედიენტები თბილისიდან უნდა აიტანონ, ასევე მზარეულსაც უფრო მაღალი ხელფასი უნდა შესთავაზო, ვიდრე ბარში აქვს, თუ გინდა რომ ზამთრის სეზონზე მაგალითად თბილისის ნაცვლად გუდაურში იმუშაოს და ასე შემდეგ. რეკომენდაციებიც თუ სურვილებიც გაჟღერდა ბიზნესის მხრიდან, განსაკუთრებით მათთვის, ვინც 45 ლარიანი ხაჭაპურის გამო აღშფოთდა. გუდაურში ბიზნესი წელიწადში მხოლოდ 120 დღე მუშაობს, ამიტომ ისინი იგივე საგადასახადო პირობებში არ უნდა იყვნენ, როგორშიც სხვა ბიზნესები არიან. უთხრა BMG-ის გუდაურში მდებარე კაფე-ბარის ქუბის დამფუძნებელმა ნინო ხაჟომიამ. მე თუ მკითხავთ, თუ 45 ლარიან ხაჭაპურს მომხმარებელი ხავს, არ მესმის რატომ არის ეს პრობლემა, მით უმეტეს თუ კონკურენცია და იგივე ხარისხის ხაჭაპურის გამოცხობას კონკურენტი რესტორანი უფრო იაფად ახერხებს. იქნება უმთავრესი პრობლემა მაღალმხარჯველ უნარიანი ტურისტების ნაკლებობაა ქვეყანაში. სამწუხაროდ ამ დრომდე არ გამოქვეყნებია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 2023 წლის ტურიზმის სტატისტიკა, ვინ სტუმრობდა და საიდან, რამდენი დაიხარჯა. ამიტომ ვეყრდნობით ბიზნესის შეფასებებს ეს პერიოდი. ნაწილი კმაყოფილია წინა წლის სეზონით, უფრო დიდი ნაწილი კი უკმაყოფილო 2022 უფრო მოსწონდათ. როგორი იყო 2023 წელი ტურიზმის ბიზნესისთვის, მათ შორის გასტრონომიული ტურიზმისთვის რესტორატორ გურამ ბაღდაშვილის შეფასებით, ამაზეც ვისაუბრებთ დღეს. ის ამჟამად ფლობს და მართავს 3 რესტორანს, მათგან ერთი ოვალი ბათუმშია, 2 ტაიტაი და ფუდენ მარკეტი კი თბილისში. გურამ ბაღდაშვილი საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე პირდაპირ ეთერში გვერდება. გურამ, საღამომშვიდობის, მადლობა, რომ გვიან საღამოს ხართ ჩვენი სტუმარი. რატომ შეიძლება ღირდეს უფრო ძვირი ხაჭაპური მთაში, ვიდრე ბარში? ამას არ გკითხავთ, იმიტომ რომ საქმიან დილაშიც ისაუბრეთ ფას წარმოქმნის ფაქტორებზე და არა მარტო თქვენ. ამიტომ მოდი, როგორც საქართველოს გასტრონომიული ბიზნეს ასოციაციის, ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ შეგვიფასეთ 2023 წელი სარესტორნო ბიზნესისთვის, გასტრონომიული ტურიზმისთვის როგორი იყო, მით უმეტეს სარესტორნო ბიზნესი ტურიზმში არის ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოსავლების გენერირების, ასე ვიტყოდი. გამარჯობა მოგესალმებით საღამომშვიდობის და საქართველოს საღამომშვიდობის სტუდიაში. დიდი მადლობა რომ დაუთმეთ ამ საინტერესო, ასე ვთქვათ, საუბარს.
მინდა შევასწრო უბრალოდ 4 რესტორანი დამრჩა, ჩვენი გამოვჭათ დედა რესტორანი, ბოლოჩები რესტორნები, არა უშავს. დანარჩენები დაუკეტე, რა თქმა უნდა და ჩემმა მომხმარებელმა, ჩემმა ასე ვთქვათ, შეუდარებელმა მომხმარებელმა კარგად იცის რა მიზეზი დაუკეტე და როგორ დაუკეტე, რომ იმისათვის რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ხარისხი ნებისმიერ ადგილას გვჭირდება ძალიან გამოცდილი მასპინძელი პერსონალი. ისიც რა არის რომ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში აქვს ორი ესეთი დისბალანსი. ან არის ძალიან მასპინძელი და ძალიან თბილი კეთილსიტყვიერი, ან არ იცის საქმე და უნდა ვასწავლოთ მას საქმე და ან პირიქით ხდება, ხვდებით, ან ძალიან პროფესიონალი არის, მაგრამ ძალიან ესეთი მძიმე ხასიათის ადამიანები არიან, რომლებთანაც ძალიან ჭირს საუბარი და კოლეგიალობა. აქედან გამომდინარე, ვიცით ჩვენ ცხადი სახეზე არის ყველა ფაქტი, რაც ხდება, რა პოლემიკაც აიწია ხაჭაპურის გამო. დილას თქვი და გავიმეორებ კიდევაც ძალიან ბევრი ფაქტორი არის ჩვენ თხილამურებზე რომ დავდგებით ვიცი რა ჩამოვალთ გლინ ტვეინს მივირთმევთ გადავიხდით 25 ლარს ერთ ჩიკაში ასე ვთქვათ ოკეი არის გადავიხდით მაგალითად 150 ლართ ერთ ბოთლ ღვინოში, მაგრამ რატომ გვავიწყდება ის, რომ ადამიანის რესურსი არის ძალიან ძვირი და სოფლიოში არსებობს, არა მარტო საქართველოში, სოფლიოში არსებობს ადამიანის რესურსის კრიზისი. მიუხედავად იმისა, რომ ჭარბ რაოდენობაში არის გამრავლებული კაცობრიობა, ხო? ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ის თავისი, ასე ვთქვათ, სოციალური დახმარებები და ამიტომ ადამიანებს ურჩევნიათ, რომ მინიმალურ ხელფასზე განვითარებულ ქვეყანაში ემიგრირდეს, მიიღოს 1700-იან, 2000-იან, 2500 ევრო როგორც სოციალური დახმარება და არ იმუშაოს თავის პროფესიაზე. პარალელურ რეჟიმში დაემატა სხვადასხვა ტიპის სერვისები პანდემიის შემდეგ და ძალიან ნათლად მოედო ამ ყველაფერს, რომ ადამიანებს უფრო მეტი შემოსავალი აქვს და პატრონი არ ყავთ, ანუ პატრონი რაც გულისხმობს, უფროსი არ ყავთ მაგ სამსახურში, როცა უნდა მოვლენ, როცა უნდა ჩართავენ, როცა უნდა გამორთავენ. ახალი ტრენდები ასე ვთქვათ. ხო, არის ამ ბევრი ფაქტორი არის, რაც მაგალითად იმ ადამიანებს, ვისაც ჭირდება სამსახური და არა სამუშაო სამსახური, ბევრად უფრო მარტივ და იოლ გზას უყურებენ მიუხედავად ძალიან დიდი რისკებისა, რომელსაც უშუალოდ ადამიანები. ანუ გურამ, მაინც ხაჭაპურს ვერ ავცდით. ხაჭაპურის ფასში, ძვირიანი ხაჭაპურის ძვირია თუ იაფი, ესეც საკითხავია. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ფასს წარმოქმნის, შეიძლება ითქვას, რომ არის ხელფასი მზარეულის მათ შორის, რადგან ესეთი შესავალი გააკეთეთ. ნახეთ რა არის, მაგალითად არის მზარეულები, რომლებიც მთელი თავის ცხოვრება მუშაობენ სეზონურად. მუშაობენ ექსტრა დაკვეთებზე, გამოძახებებზე, ასე ვთქვათ, და მერე ზამთარში მუშაობენ მთის კურორტებზე, ზაფხულში ზღვის კურორტებზე. აქედან გამომდინარე, ფულს ფასი არ აქვს. მე დღეს სამი პატარა პარკი ვიყიდე და 500 ლარი გადავიხადე და არაფერი არ მომივიდა. აქედან გამომდინარე, ადამიანებს სჭირდებათ შემოსავალი რომ მეტი, რათა გარანტია გქონდეთ წლის შენახვისას. ხვდებით, ანუ 3 თვე როცა არის მთაში ადამიანი, ისიც თუ სეზონმა გაამართლა. მაგ შემთხვევაში, ვიცით რაც ხდება. საცხოვრებელი, ხო? მე მაგალითად 2000 როდის იყო შარშანაც წამოვედი. შარშან დაახლოებით $10,000 მარტო პერსონალის ბინა გადავიხადე, ანუ 35,000 ლარზე მეტი იმ პერიოდში სხვა კურსი იყო. გადავიხადე პერსონალის სახლში. სახლებში ასე ვთქვათ, საცხოვრებელში, სადაც უნდა ცხოვრონ, კი. წარმოიდგინეთ, ეგ მარტო მზარეული ცალკე გუნდი არის, მიმტანების გუნდი ცალკე არის, ხშირ შემთხვევაში რესტორანში მით უმეტეს როცა დატვირთული არის რესტორანი,
ჭირდება 10 მიმტანი, 10 მზარეული, მენეჯერი მინიმუმ 2 ან 3. სხვა შემთხვევაში გეყოლებათ უკმაყოფილო კლიენტი, რაც აისახება ბიზნესზე, ხო და ბუნებრივია ეს ხარჯია, რაშიც ეკონომიას ვერ გააკეთებ რაოდენობრივ ნაწილში, ხო ბუნებრივია. ფიზიკურად ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ ეხლა ისედაც აგვიანდება შეკვეთებს და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გაანახე რო პერსონალი ჩვენ რა არის სარესტორნო ბიზნესში ის კი არა რამდენი კილო ხაჭაპური გავყიდე ის რამდენი სასმელი გავყიდე და რამდენჯერ დავატრიალე ერთი და იგივე მაგიდა ეგ არის შემოსავალი მე მახსოვს რამდენიმე პანდემია ახალი დამთავრებული იყო მაშინ გაქვთ ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი ასეთი მიდგომა შევიმუშავეთ როდესაც კადრების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავე იყო, მაქსიმალურად გემრიელად ვაჭამოთ და თუ სერვისი არ იქნება ისეთი იდეალური, მოგვიტევეთ საშუალება არ გვაქვსო. დღეს რა მიდგომა გაქვს, რადგან გამოწვევები ახსენეთ, ამ ხრივ ეს კადრების დეფიციტი ისევ მწვავედ დგას თუ ნელ-ნელა სექტორი ისევ, ასე ვთქვათ, იკრებს ძალას? იცით რა, სამწუხაროდ სექტორი ვერ იკრებს ძალას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა სამზარეულოდან, საერთოდ სექტორიდან წავიდა, ანუ ჰორეკა სექტორი დატოვეს ადამიანებმა და გადავიდნენ სხვა პროფილებში, ინფორმატიკაში, დელივერიზე, სხვა სერვისებში და არა სამზარეულოში, იმიტომ რომ სამზარეულოში, რესტორანში მიმტანად რომ იმუშაო, ან მზარეულოთ რომ იმუშაო, ხო, თუ არ გიყვარს ეს პროფესია, დიდხანს ვერ გაძლებ, ხვდები? ხო და აქედან გამომდინარე, ძალიან ცოტა ადამიანი არის, ვისაც ნამდვილად ეს განუყრელი სიყვარული აკავშირებს ამ პროფესიასთან და მასპინძლობასთან და აი ეს როგორ ფიქრობთ რა შეიძლება იყოს გარდამტეხი აი ამ პრობლემის დაძლევაში? ბიზნესში ალბათ ბევრ საუბრობთ ამაზე. არა და მომსახურების სერვისი ადამიანების გარეშე გაჭირდება, ხომ? რობოტებს ჯერ ვერ გამოვიყენებთ აქ. სხვათა შორის უკვე არის მაღაზიაზე ლაპარაკი. იცით რა არის, რომ ავიცი მეხუთე ხარისხოვანი ქვეყნებიდან თუ შემოვიყვანეთ და თუ ვასწავლეთ. ხლა მე ისედაც საერთაშორისო გუნდი მყავს რესტორანში სხვადასხვა რჯულის და მოდგმის ადამიანები მუშაობენ ჩემთან. ფიქრობთ შემოყვანაზე? გჭირდებათ? იცით რა არის, რომ შემოვიყვანდი, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არის ადამიანები. აქ უკვე იცით რა არის, რომ ნახეთ, ჩვენ გვაქვს ბიუჯეტი, ხო? ჩვენ ყველა ვიცით, აი 2 წელიწადში უკვე იცი შენი თვიური შემოსავალი რამდენია, შენი დღიური ხარჯი რამდენი არის. ამიტომ აქედან გამომდინარე ამაზე მეც ვეღარ გაწევა ვერანაირად და შენ გაქვს პლაფონი. ამ პლაფონში შენ უნდა ამუშაო რესტორანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კეტავ და მილიონობით ზარალს იღებ, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ამდენი წელი რესტორანს რო აკეთებ, სულ რაღაცა შესაკეთებელია, სულ რაღაცას ყიდულობა, ავეჭწული, სკამი ხდება როგორც სანთებელა. ამიტომ სამზარეულოში ძალიან ბევრი ტექნიკა და ინვენტარი ზიანდება და ნაგავში იხრება. ნუ კონტეინერებზე ზედმეტი ლაპარაკი, იმიტომ რომ შეიძლება კონტეინერმა 3 დღე გაძლოს. ხვდებით? ამიტომ ხარჯი იმხელა არის, რომელსაც ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ ამას ბექგრაუნდში. ხო, ეს არის კულისები და კულისები არასდროს არ იყო დაფასებული, არც არ. ხვდებით? კულისების უკან თქვენთან ტელევიზიაში ვინც მუშაობს, ოპერატორი, იმას არავინ არ იცნობს, არა, იმას უკავია მთელი დღე. არა და ერთ-ერთი მთავარი რგოლი არიან ჩვენ საქმეში. არტერია არის. კიდევ რა არის მთავარი გამოწვევა სარესტორნო ბიზნესში დღეს? ერთია კადრების დეფიციტი, სხვა რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ და მე დასაწყისშიც აღვნიშნე, სადაც შეიძლება ხედავდეთ სახელმწიფოს როლს, რაიმე დახმარება თუ შეუძლია ტურიზმის გუნდს, ვინც ტურიზმის პოლიტიკას განსაზღვრავს ქვეყანაში. იცით რა არის, რომ ეხლა ძალიან მარტივი არის, რომ ჩვენ თვითონ მიუშვიროთ ან მართველს, ან ხელისუფალს, ან მთავრობას, ან ვიღაცას. მარტივი არის. აი იცი რა, მოდი და გააკეთე. ეგრე არ არის. მაგრამ პარალელურ რეჟიმში შეიძლება, რომ ჩვენმა ადამიანებმა კომპეტენტურმა სექტორმა, ვისაც ევალება ეგ, რომ ეკონომიკური და ფინანსური სიტუაცია იყოს ჩამოყალიბებული, კი ჩვენი შემოსავლები, როგორც ქვეყნის ბიუჯეტი მზრდადი არის და რის ხარჯზე არის, მაგას ჯერ კიდევ ვერ ხედავთ, ეს არის ზუსტად გლეხების ხარჯზე, ჩვენაირი ადამიანების ხარჯზე
ფიქრობ, რომ კარგად არის სასწავლებელი, იმიტომ რომ ჩვენ რო გადავხედოთ ჩვენი ახლო, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ევროპაში ზეგ თუ მაზეგ შევალთ და იქ მოიტყოვება ნებისმიერ შემთხვევაში იქ ჩვენი ხელისუფალი და ჩვენი სამინისტროები წინააღმდეგ ვერ წავლენ, იმიტომ რომ წესები უნდა დაიცვან. შეხედეთ, საფრანგეთში დაუშვათ DGG საგადასახადო სისტემა სხვა ციფრი არის გასტრონომიაზე და ტურიზმზე. პორტუგალიაშიც იგივე არის, ესპანეთშიც იგივე არის, ხვდებით? ანუ ჩვენი სექტორი არის ყველაზე ორგანული სექტორი, ასე ვთქვათ, ყველაზე ცოცხალი ორგანიზმი არის და თუ ამ სექტორს ეს სექტორი არ კვებე, არ მიეცი, წყალი არ დაუსხი და სასუქი არ მიეცი, მოკვდება ახლა. აი რა იქნება სასუქი, წყალი, სარესტორნო ბიზნესი რომ ავიღოთ უშუალოდ გასტრონომიული ტურიზმი, რომელზეც თვითონ ეკონომიკური გუნდიც იმედს ამყარებს და ფიქრობთ, რომ სწორედ გასტრონომიული ტურიზმით შეგვიძლია უფრო და უფრო მეტი სტუმრის, ასე ვთქვათ, ტურისტის მოზიდვა ქვეყანაში. აი რა გჭირდებათ ყველაზე მეტად? მე ვახსენე დასაწყისში მაგალითად ეს დღეები საუბრობდნენ ბიზნესის წარმომადგენლები დიფერენცირებულ საგადასახადო მიდგომაზეც მთასა და ბარში. აი ეთანხმებით? კიდევ რა გჭირდებათ? არა მარტო მთაში, მოვისმინეთ ძალიან. ნახეთ როგორი სიტუაცია არის. იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ იმ ადამიანები რომელიც ემიგრირდნენ 5, 3, 10 წლის უკან სხვა ქვეყანაში არიან მილიონი აი ხელს დავდებ ცეცხლში ნაკოჩხალში ჩავყოფ უდიდესი სურვილი აქვს დაბრუნების სამშობლოში ის რაც მე გავაკეთე 25 წლის შემდეგ. მე ზუსტად ვიცი რომ როგორც კი ჩვენი DGG დაიწევს და ჰორეკას სექტორს, ან ტურიზმს, სასტუმროს და რესტორნებს, კაფეებს და ბარებს დაეწევათ საშემოსავლო გადასახადები, იქიდან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ რომ ავწიოთ ხელფასები და მოვიზიდოთ უკან ჩვენი გაქცეული ემიგრანტები, ხვდებით? და იქ მაგალითად იგივე ფასი, რასაც ისინი იქ ღებულობენ, მათ ურჩევნიათ რომ ოჯახში, სანათესაოში, თავის მიწა, წყალზე, მამულში იყვნენ, იმუშაონ, მისცენ თავის ქვეყანას ეს რესურსი და არა სხვა ევროპულ რომელიღაცა ქვეყანა. კი, რა თქმა უნდა, არიან ერთეულები, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა გამოსავალი. ხომ არ აპირებთ, რომ ტურიზმში არაერთი დარგობრივი ასოციაცია არის, რაღაცნაირად გაერთიანდეთ, თქვენც წარმოადგენთ ხომ გასტრონომიული ბიზნეს ასოციაციას დაამუშავოთ ეს იდეა, ინიციატივები, იმიტომ რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეფასებით ტურიზმში ყველაფერი კარგად არის. როცა მათ უსვამ კითხვას, ისინი ვთქვათ საუბრობენ იმ რიცხვებზე, საერთო რიცხვებზე, რაც გვაქვს, რომ ტურიზმში აღდგენა არის, შემოსავლები მზარდია, ვიზიტორების ნაკადიც მზარდია და რაღაცნაირად ხوار უნდა გაერთიანდეთ, რომ უფრო ხმამაღლა ისმოდეს, რა აწუხებს ტურიზმის სექტორს, ან როგორ წარმოგიდგენიათ განვითარება? მე წეღან ხო გითხარით, რომ გლეხის ხარჯზე არის, მეფე გლეხის ხარჯზე მდიდრდებოდა და ჩვენი სახელმწიფო ჩვენ ხარჯზე მდიდრდება. ანუ ეს არავის არ უნდა ეწყინოს, ლოგიკური არის 2 მივუმატოთ 2 4 გამოდის. არის იმიტომ რომ ავარსებობთ. ეხლა წარმოიდგინეთ 45%-ით როცა ზევირდება პროდუქტი ქვეყანაში და დოლარი ისე იქ არის, სადაც იყო და მის მაკონტროლებელი ისინი არ არსებობს, რა ქვია, ინსტიტუციები, რომელიც გააკონტროლებს, რომ ეს უნდა არ შეიძლება რომ ამაზე მეტი იღირდეს. არ შეიძლება რომ 10% და 1000%-ით მოუმატო შენ იმპორტირებულ პროდუქტს. და ასევე ჩვენ ხო ვიცით კარგად რომ სოფლის მეურნეობის ნაწარმი გლეხი არ იბეგრება და ჩვენ ვიბეგრებით მაგაზე, ხვდებით? ჩვენ უკვე ამ პრობლემაზე დიდი ხანია სხვაებიც საუბრობენ, მაგრამ როგორც ჩანს მთავრობის ეკონომიკური გუნდის დარწმუნებას ვერ ახერხებენ, თუმცა ფასებთან დაკავშირებით კამათი შეიძლება, ახლა ცოტა დრო გვაქვს, საბაზრო ეკონომიკა გვაქვს და თუ მეყიდება თუნდაც ის ხაჭაპური 45 ლარად, ყიდი, მთავარია კონკურენცია იყოს. ცოტა დრო გრჩება დღეს საქმე. ბოდიში, კი ვყიდით, მაგრამ რის ხარჯზე ვყიდით?
ხედით ხვდებით, ანუ ჩვენ შეგვიძლია შეურაცხყოფა ისე მივაყენოთ ერთმანეთს და ვაგინოთ და ვანძღოთ სოციალურ ქსელებში. აი უმიზეზოდ ან უბრალოდ მიზეზიანად, ან უბრალოდ იმიტომ რომ კომპლექსი აქვს ადამიანს. ჩვენ თუ გვინდა რომ მაღალი ხარისხის ტურისტი შემოვიდეს ქვეყანაში, უნდა ვიყოთ მაღალი ხარისხის სერვისი და სამზარეულოთი და თანამედროვე ტენდენციებით, ხო? ამისათვის ჩვენ გვჭირდება ჩვენი ემიგრანტების დაბრუნება. და ჩვენ რომ დავიბრუნოთ, ხო, მინიმუმ ყველაზე ცოტა 3000 ლარიდან უნდა იწყებოდეს ორეკა სექტორში მომუშავე პერსონალის. მინიმუმ ყველაზე დაბალ პოზიციაზე გეუბნებით. და ფიზიკურად ვერ გადაიხდის ვერც ერთი დაფუძნებელი ამ სექტორიდან, ვერც ერთი. აი ერთეულ შეიძლება კონდეს 3 და პლუსით რაღაც ხელფასები. დანარჩენი გურამ, ცოტა დრო გრჩება ამ გამოწვევებსაც ვეცდები მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან თქვენი, ასე ვთქვათ, სურვილები თუ ნედლი ინიციატივებიც მივიტანოთ, როცა საშუალება გვექნება. 2019-ში პანდემია რო დაიწყო, ჩვენ ბევრი ასოციაციები ვიყავით იუსტიციის სახში და მიწვეულები გამიხილავდით პანდემიას, როგორ გადავარჩინოთ სექტორი, როგორ ის ქონდა ეს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ყოველთვის ეხლა ეკონომიკას ყოველთვის კარგი ისა აქვს, რა ქვია, ციფრები აქვს, იმიტომ რომ ვის ხარჯზეც გადის მოქალაქეების ხარჯზე, ანუ მცირე და დიდი ბიზნესმენების ხარჯზე, მეტი არაფერი არ არის. ერთგვარად რომ შევაჯამოთ, ჩემი პირველი კითხვიდან სხვა თემებზე გადავედით, თქვენ საქმიან დილაშიც ახსენეთ, რომ არ გეგონოთ, რომ პანდემია დასრულდა, ზუსტად ახლა იწყება კრიზისი ტურიზმშიო. რა იგულისხმეთ? მოდი ძალიან მოკლედ შევაფასოთ 2023 წელიც როგორი გქონდათ და რა მოლოდინებით და როგორ დაიწყო 2024 წელი. რატომ ფიქრობთ, რომ ახლა იწყება კრიზისი? ჩვენ ხო ძალიან კარგად ვნახეთ ციფრებიდან გამომდინარე, ტურისტებიდან გამომდინარე, ჩვენ ვნახეთ, რომ 2019-ში რო დაიწყო პანდემია და 2021-ში უკვე რომ ასე ვთქვათ მოთვინიერდა ცოტა, რამხელა ნაკადი იყო საქართველოში ტურისტების ჩრდილო და ახლო მეზობლებიდან, ჩვენს ირგვლივ ვიც არიან და სხვადასხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან და ევროპის და ამერიკის, ავსტრალიის კონტინენტებიდან ჩამოსული სტუმრები ბევრი იყო, იხარჯებოდა ძალიან დიდი თანხა, იმიტომ რომ ეს იყო შემორჩენილი თანხა, რომელიც საზოგადოებამ დააძოგა. გაჩნდნენ სოციალურ ქსელებში, გაჩნდა ეს კლავიშის ბიზნესი, რომელიც დისტანციურად შეუძლიათ იმუშაონ შემოსავალი კონდეთ და ბევრი ჩამოვიდა საქართველოში საცხოვრებლად. იქირავე სახლები გაძვირდა, სახლები თბილისშიც, აჭარაშიც, ქუთაისშიც, კახეთშიც, იჯდნენ ინტერნეტში. ფულებს შეუძლობდნენ დიდი რაოდენობით, როგორი გზებით, ახლა უკვე გასაკვები არის, ეს ჩემი საქმე არ არის და არც მესაქმება. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ საქართველოში ცხოვრობდა ძალიან ბევრი ათასი უცხოელი ამ პერიოდში. რა თქმა უნდა, მათ ჭირდებათ კვება, მათ აქვთ კაი შემოსავალი, მათ შეუძლიათ, რომ $1500 გადაიხადონ სახლში და სახლიდან იმუშაონ. ეს ხალხი რო გაძვირდა საქართველოს ხდები მადრიდში და ბარსელონაში უფრო იაფი ანუ სანამ ჩამოვიდოდნენ, იქ იყო ძვირი და აქ იყო იაფი. და დღეს აქ უფრო ძვირი არის, ვიდრე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. ხდები, ცხოვრება ძვირია. საქმე არის კომუნალურები, თუმცა ესენი არ იყვნენ, ასე ვთქვათ, წმინდად ტურისტები, თუმცა ტურისტებად ვთვლიდით სტატისტიკაში, მათი დანახარჯებით ბუნებრივია მოხმარებაში. უცხოელი ტურისტი არის, სულ აქ ცხოვრობდეს. ხო, მესმის, თქვენ ესეთ და ფიქრობთ, რომ ეს ადამიანები რადგან ნელ-ნელა გადიან, ეს ეფექტიც ამოიწურა, მათ შორის მიგრანტების ნაწილმა დატოვა, ამიტომ ფიქრობთ, რომ ახლა იწყება ტურიზმში კრიზისი? დაიწყება, დაინახავთ როგორ დაიწყება. მე ძალიან გამეხარდება, რომ ტყუილი იყოს და ჩემი შეცდომა იყოს ეს და ვუშვებდე შეცდომას, ძალიან გამეხარდება, იმიტომ რომ დამოკიდებული ვარ ტურიზმზე და დამოკიდებული ვარ შიდა ქვეყნის ეკონომიკაზე, როგორც ამ სექტორის ერთ-ერთი წამყვანი რესტორნების დამფუძნებელი და შევსარეული. ამიტომ აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ძალიან ნაზად უნდა მოვექცეთ ჩვენ ამ ადამიანებს, ნებისმიერი რომელიც ჩამოვა და უნდა მივაწოდოთ სწორ ინფორმაცია იმისათვის, რომ ჩვენ არ ვართ კაცჭამიები და ვინც მოვა საქართველოში ქართლის დედას ისტორიათი ვიყოთ ხმალით და თასით არა, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა ფიზიკურად ვერ შევწევ. თქვენი რესტორნების მაგალითზე, როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ატყობთ აი ამ კრიზისის ნიშნებს? წელი როგორ დაიწყო?
იცით რა არის, რას ვაწყობ, ნახეთ, დოლარმა ხო ეს დიდი ნახტომი გააკეთა. გამყარებულია სტაბილურად ეს არის გამყარებული, მაგრამ მოდით სანამ გამყარდებოდა ეს ოპლა რო გააკეთა დოლარმა. დიახ. ოპლა მას მიყვა ყველაფერის პროდუქტების ფასები. აი ოპლაზე. და იმ ოპლაზე ზევით ჩამოკიდული არის ნურსმანზე, იქ კიდია, იმ ფასებში. დოლარი გამყარდა, მაგრამ ის ფასები იგივე დარჩა, იმიტომ რომ ადამიანს სჭირდება, ადამიანის რესურსი არის საჭმელი, წყალი, ჰაერი და გარტობა. იცით რამდენი პორში გაიყიდა საქართველოში? BMG წერდა ამის შესახებ. მითხარით რამდენი? 300-ზე მეტი. თუ სწორად მახსოვს. ხაჭაპურში რატომ არ უნდა გადაიხადონ 45 ლარი, მითხარით? ვინც ხაჭაპურის ფასეში ფოტოს მათ დავუსვათ ეს კითხვები. არა ხო, ეხლა მე უბრალოდ თქვენთან დიალოგში ვარ, ეხლა თქვენ კი გისაყვედურებთ რამეს. უბრალოდ ვიზახი რომ 300 რაღაცა პორშე თუ გაიყიდა, მარტო პორშე, უკვე ტოიოტებს თავი დავანებოთ, Land Cruiser-ებს თავი დავანებოთ, Prado-ებს თავი დავანებოთ, Ferrari, Mitsubishi, რა ვიცი, ყველა დანაჭერ ბრენდებს, ხო? ღმერთმა მოგწეს, ღმერთმა გაგვაძლიეროს და გაგვამდიდროს, იმიტომ რომ ართ მაგის ღირსი და მაგის რესურსი გაქვს ყველანაირი. ბებით. ხო. უბრალოდ თუ ადამიანი ყიდულობს 200,000-იან მანქანას 45 ლარიან ხაჭაპურზე ბოდიშით, მაგრამ არ არის ეგრე რა. ხაჭაპურის ფასი ქუხს, მოკლედ ხაჭაპურმა შეიძლება თქვას, რომ მისი ბამბაც ჭხრიალებს. ძალიან ცოტა დრო გრჩება, ამიტომ აი ნახეთ რა არის რძის ლიტრი რო ვიცოდეთ, თქვენ იცით აი 15,000 ლარი რო კონდეს ფერმერს ბრუნვა რძის. აქედან 13,000 არის საკვები საქონლის. 2,000 ლარი რჩება იმ ბეჭავს, რომელიც დადის წვიმა, თოვლი, ქარი, ცხელა, ფშიერი, წყურვალის, გაზუპლური, რა ვიცი, ყველაფერი ტყეში. აძოვებს ამ პირუტყვს, მოდის მე იმის დედაკაცი წველის ამ პირუტყვს. ყიდულობთ მაგ რძის ნაწარმს, არ ვაფასებთ იმ შრომას. ცოტაში გავწდებით ჩვენ. თქვენ ფერმერულ საქმიანობასაც ეწევით, ახლა ცოტა დრო გრჩება, ამიტომ ვერ კითხავთ, როგორ მიდის ამ მიმართულებით საქმეები. ერთადერთი მინდა შევაფასოთ მთელი გასული წელი ძველ ინტერვიუებს რომ გადავავლე თვალი, მათ შორის საუბრობდით რუსების ეფექტზეც ტურიზმში, ხარისხის ნაწილში, რუსები როგორც კონკურენტები და ეჭვებიც ჰქონდათ, რომ ისინი გადასახადებს არ იხდიდნენ და ასე შემდეგ. ზუსტად ვიცი რომ არ იხდიან. ზუსტად ვიცი. მე როდესაც დამისვამს კითხვა შესაბამისი უწყებებისთვის, თუ იციან, უნდა მოგმართონ, ჩვენც ვამოწმებთო. მე შეფასება მინდა გთხოვოთ, თუ ზუსტად იცით რა ფაქტებიდან გამომდინარე და ასევე საბოლოო ჯამში, აი ავიაემბარგოს მოხსნამ, უვიზომ, უფრო ავნო საქართველოს ტურიზმს თუ არგო რამე. იცით რა არის აი წინა ძალიან ნერვიულობდი ადამიანები რომ ტოვებდნენ ქვეყანას. დღეს უკვე მიხარია რომ ტოვებენ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ეს ადამიანები აუცილებლად დაბრუნდებიან ქვეყანაში და აუცილებლად იქიდან სულს კი არა კარგ გამოცდილებას ჩამოიტანენ და მოახმარენ როგორც მე მოვახმარი ჩემს სამშობლოს. ეგ ერთი არის. კარგი არის რომ მიმოსვლა კარგი არის, ევოლუცია კარგი არის. ვხედავთ რომ ჩავარდნა იყო სპატაშორის ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბრის პირველი 15 რიცხვი, ანუ ორ თვინახევრიანი ძალიან დიდი ჩავარდნა იყო სექტორში, დედაქალაქში, უკვე აღარ ვიძახი ქალაქგარეთ და სხვა პატარა რეგიონებში და დიდ რეგიონებში, მაგრამ სრულიად თბილისი დაიცალა, უწევ მოხდა, აი შავი ჭირივით გადაიარა და ქართველი მომხმარებელიც კი დააკლდა რესტორანს. უკვე აღარ მაქვს ლაპარაკი რუსულენოვან სტუმრებზე, უკრაინაზე, ბელორუსიაზე, რუსეთზე, ყაზახეთზე, თურქმენეთზე, სასონხეთზე და აზერბაიჯანზე, ვიცით რომ რაღაც საზღვრები კიდე ჩაკეტილი არის ზოგმათთან და რა თქმა უნდა ესეც აავნებს, იმიტომ რომ ყველას აბსოლუტურად უყვარს საქართველო, უყვარს ქართული კულტურა, ტრადიცია, საოცარი არის ძალიან ჩვენაირი სტუმართ მასპინძელი, ბევრი ქვეყანა ვიცი, მაგრამ ჩვენაირი არც ერთი და ვიცით რა არის ყველაფრის პოტენციალი გვაქვს. უბრალოდ არ ვიცი რა გვაქვს რაღაცა ეს რა ვიცი
წევა რომელსაც რაღაცას ვიხდით და როდემდე არ ვიცი. გასაგებია, ცოტა დრო გრჩება, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას განვითარებისთვის, ჩემი ტრადიციული კითხვა ამ გადაცემაში, არა მხოლოდ ტურიზმს, არამედ ქვეყანას, რომ წინ ვიაროთ და ჩვენი წასული თანამოქალაქეებით სადაც მოუნდეთ დაბრუნება სამშობლოში. თქვენ იცით თევზი საიდან ფუჭდება? თავიდან? თუ ჩვენი თავი, ჩვენი უფროსობა, ჩვენი მეფეები, ზედამხედრები, თავარსარდლები და სხვადასხვა ადამიანები იზრუნებენ ბოლომდე საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის, საქართველოში მაცხოვარი ადამიანებისთვის, აქედან არავინ არ წავა და ყველა დაბრუნდება სამშობლოში. არის ბევრი რამ წისვლა, ბევრი რამე არ არის გაკეთებული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ჩვენი ქვეყნისთვის. მით უმეტეს ჩვენი ერისთვის. ძიმეერი ვართ ისტორიულად ევროპის ქვეყნებში მეფეზე მუშაობდა გლეხი 5 დღე, 1 დღეს თავის თავზე და 1 დღეს ისვენებდა. და საქართველოს ისტორიაში ყოველთვის იყო პირიქით. ქართველი გლეხი 5 დღე მუშაობდა თავის თავზე, 1 დღეს მუშაობდა მეფეზე და 1 დღეს ისვენებდა. ამიტომ არ არის მარტივი რომ აი ესე მოგრიხო და დაამცირო და მუციხლი დააჭირო ქართველ ადამიანს. ქართველ ადამიანს აქვს უმძიმესი ხასიათი, უთბილესი, ერთადერთი ერი არის, ვისაც საკუთარი მტერი სიყვარულიც კი შეუძლია. პარადოქსულად ფანტასტიკური ერი ვართ. ხვდებით? ანუ არა გვაქვს ის ოქროს შუალედი, ან იქით ვწონით, ან აქეთ ვწონით. ამიტომ მე მიმართავ ყველა საქართველოს მოქალაქეს და ყველა ადამიანს, ვინც ქართულად ლაპარაკობს, პირველ რიგში ერთმანეთს პატივი, ჩვენ პროფესიებს, ჩვენ მიდგომებს, ჩვენ შეხედულებებს, ჩვენ თუ არ მოგწონს 45 ლარიანი ხაჭაპური, ჩავიდეთ ბარში. ჯამოთ მივირთვათ უფრო იაფად. ამოვიდეთ ზევით და დავხარჯოთ ჯამში დაგვიხარჯება. წერტილი რას უნდა დაესვას, ჩემი ბოლო კითხვა რა უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში? ბოღმა შური კომპლექსების შეუმდგარი ადამიანების აი ჯოუგი, რომელიც ანადგურებს ნებისმიერ მოტივაციას უკლავს ნებისმიერ ადამიანს. აი ძალიან მარტივად ხედავ ამას ინტერნეტში. ხანდახან აი მილიონჯერ ამიკრეფია დაუდიათ რაღაცა ნიუსი, რომელიღაცა ტელევიზია თუ ინტერნეტ პორტალს რაღაცას და ხედავ რომ აი საშუალო მაღაზიები და ამიკრეფია ამ ხელა ტექსტი დამიწერია და მე ისე წამიშლია რომ აი არ მინდა რომ ვაწყენინო, არ მინდა რომ ცუდი თქვა, არ მინდა რომ ვატკინო გული ვიღაცას, ხო? აი ხა თუ ეხლა ვიღაცამ ძაღლს ვარი ჩაარტყა და მოკლა, მე ჩემი ხელით მოკლავ იმას, მაგას დავწერ. მადლობა თქვენი დროისთვის, გურამ, წარმატებები ტურიზმს და მთელ ქვეყანას. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. მადრიდზე თქვა, არ გინდა მადრიდზე 2 წამი არა გვაქვს 2 წამი. 2 წამი სულ, თორე პროდიუსერი გამითიშავს ეთერს. აი პროდიუსერს უთხარით რომ საქართველოს პირველად წარდგება მადრიდ ფიუჟენზე ესპანეთში. წარდგება ჩვენი ძალიან ახალგაზრდა გემრიელი კაიკ ადამიანი დავით ნარიმანიშვილი, რომელიც ბასკეთის კულინარიის სკოლას დაასრულა და მოღვაწეობს ესპანეთში და საქართველოსში და ის იქნება ერთ-ერთი სპიკერი შეფი და რა თქმა უნდა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ წარადგინა თავის კანდიდატურა და ვიქნებით როგორც სტუმარი ქვეყანა და მეც რა თქმა უნდა სტუმრად ჩავალ და გავამღორმავებ ჩვენ ურთიერთობას და წარმატებები უსურვო საქართველოს მადრიდში. გიგულს შემატკივრებთ და ესპანეთიდანაც ჩაგრთავთ პირდაპირ ეთერში. წარმატებები ჩვენ. იქნება 29-დან 31-მდე მადრიდ ფიუჟენი და მადლობა ჩვენ ტურიზმის ადმინისტრაციას, იმიტომ რომ ომლეტები კეთდება თითქმის კვეთის გარეშე. მადლობა დიდი. წარმატებები. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე შემზარეული გურამ ბაღდაშვილი. მე ხვალამდე გემშვიდობებით.